კვლავ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გამართა. საბჭოზე 2016 წელს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ყოველწლიური ანგარიში შეაჯამეს და იმსჯელეს მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებების შესახებ. ნარჩენების მართვის კოდექსის მიღების შემდეგ მიმდინარე წელს ჩვენმა მთავრობამ მიიღო ნარჩენების მართვის გრძელვადიანი 15 წლიანი სტრატეგია და ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა. ამ სხდომაზე გარდა იმ უწყებებისა, რომლებიც ჩართულიან უშუალოდ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაში, მოვიწვიეთ ჩვენი დონორი ორგანიზაციებით, რომლებიცაც ერთგვარი ანგარიში გახდა თუ რა გავაკეთეთ დღემდე და რა გაგებინებთ გვაქვს ახალი. აქ ყველა მონაწილე მხარემ წარმოადგინა ის მიმართულებები და განსახორციელებები სამუშაოები, რაც მათ ევალებათ. ჩვენი მხრივ ჩვენმა კომპანიამ, ყარინარჩენების მართვის კომპანიამ წარადგინა 20 წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები და დაგეგმილი მიმართულებები.